იუპიტერი განსაკუთრებით ახლა მართავს მოგზაურობებს, გაფართოებას, ეს როგორც არის ფსიქოლოგიური გაფართოება და მოგზაურობა, ინტელექტუალური მოგზაურობა, ასევე ფიზიკური მოგზაურობა და გაფართოება, ხომ? ადამიანი, როდესაც კარიერაში მიდის და საზოგადოებასთან ახდენს თავის უნარების რეალიზებას, აქ იუპიტერი არის ჩართული აუცილებლად. ფსიქოლოგიურად რო ვთქვათ, რამდენად ადამიანი იღბლიანად აღიქვამს თავის თავს, ან პირიქით, რომ იღბალი სხვებს აქვს, მე არა მაქვს, აქ იუპიტერი არის ჩართული. როგორც წესი, აი ეს შინაგანი განცდა, რომ მე მეტი მეკუთვნის და მეტი მინდა, ყველაფერი, რაც მეტობასთან არის დაკავშირებული, რომ მეტს ველოდები, მეტი შემიძლია, მეტი მინდა, მეც ვიმსახურებ, ეს სიტყვები ყოველთვის უკავშირდება იუპიტერს. ამ იუპიტერს ესე იგი რაღაც ასპექტები აქვს ან პირად პლანეტებთან, სოციალურ პლანეტებთან. ჰარმონიული იუპიტერი ეს ნიშნავს, რომ მე რაც მინდა იმას ვაღწევ წარმატებით და გეგმავს სწორად თავიდანვე თანდაყოლილი უნარები მაქვს დავგეგმო ისე ჩემი ცხოვრება, რომ მივიღო ის რაც მე მინდა. და იღბალიც ამავე დროს მე ხელს მიმართავს. აი, როდესაც პირიქით არის განცდა, რომ აი სრული უიღბლობის განცდა აქვს, როგორც წესი იუპიტერი, როცა სატურნთან რამე ნეგატიურ ასპექტში შემოდის. ჰარმონიულ ასპექტშიც ეს არის, რომ ჩემ იღბალს გარკვეულწილად ჩემი ხელით ვაშენებ, მაგრამ აქ მაინც არის სხვების დახმარებაც და უფრო ადრე დაფასებაც და უფრო სტაბილურობის შენარჩუნება იმ მიღებულში, მაგალითად დროში გაწელილად წარმატებული შეიძლება იყოს ადამიანი. ან ერთ სფეროში სტაბილურად, კლასიკურად მიდიოდეს მთელი ცხოვრება, შეიძლება 30 წელი, 40 წელი ადამიანი იყოს ერთ სფეროში, მაგალითად. რეალიზებულობის შეგრძნება ეს იუპიტერის ენერგია არის. ან არიან საერთოდ იუპიტერს რო ვერ იყენებენ, ანუ კარიერული რეალიზებაში არ არიან ადამიანები. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ იუპიტერიანული ენერგეტიკა არ არის, ხომ? ანუ იუპიტერიანული ენერგეტიკა ნიშნავს, რომ მე შიგნით მინდა სადღაც რაღაც ვისწავლო ამ ცხოვრებაში, მინდა ჩემი თავი ვიპოვო, ჩემი რწმენები ვიპოვო, მაგალითად სამართლიანობაც გარკვეულწილად ვიღაცასთან აი ტოტალური სამართლობის განცდა, აქ შეიძლება დაზიანებულ იუპიტერს გქონდეს, ხო? რომ სადღაც ვერ ვიპოვე ის სამართალი ნათესავებთან, ახლობლებთან, ცხოვრებისეულად, მაგალითად, ესეც იუპიტერიანული ენერგეტიკა არის. იუპიტერი ფინანსურ თემებსაც განაგებს, მაგალითად, კეთილდღეობის პლანეტა, აი თვითონ განცდა, კეთილდღეობა, მე როგორ მაქვს? რამდენად გრძნობ ამ სოციუმში პრივილეგირებულად თავს, ან ვერ გრძნობ და ან კომპენსაციას ვცდილობ, ან ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იუპიტერთან მოდის. ასე რომ ამ ემოციებში თქვენ დაიჭერთ ყოველთვის იუპიტერს უნდა შეხედოთ.